იცით თქვენ რომ მე რაონერგე დავიწყეთ ჩვენ ახალი რუბრიკა შერჩეული აქვს თუ არა სახელწოდება ამ რუბრიკას სიმართლე გითხრათ არც ვიცი თუ არ ვწდები ასე მოვილაპარაკეთ მე და ჩემმა მეუღლემ ანუ ჩემმა პროდიუსერმა ინგამ რომ დავარქმევთ გალაქტიონის 20 ლექსი ან 20 ლექსი მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ეს არც იყოს კარგი იმიტომ რომ სხვა ქართველი პოეტების ლექსების გაცნობასაც გახსენებასაც ვაპირებ თქვენთვის მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილისა სულ მინიმუმ 1 ლექსი მერანი უნდა წავიკითხო როცა იქნება მაშინ ამიტომ შესაძლოა დავარქვათ რაღაც 40 ან 60 ლექსი ან 25 ლექსი გუშინ ჩავწერეთ ვიდეო და სახალისო ვიდეო გამოვიდა არა ბევრი მაინც და მაინც ბევრი მაყურებელი არ ხოლია მაგრამ უკლებრივ ყველას ვინც ნახა ეს ვიდეო მადლობას ნახა და გამოეხმაურა ამ ვიდეოს ჩემ შვილს პირველ ყოვლისა მე მადლობას ვუხდი ლილე იყო კადრში ჩემგან ხელმარჯვნივ ჩავწერეთ ეს ვიდეო ახლა მე მაქვს შესაძლებლობა ლილეს გარეშე წარმოთქვა კიდევ ერთი შედევრი გალაქტიონ ტაბიძისა თუმცა ხვალზე შესაძლოა ისე მოხდეს რომ ლილე კიდევ იყოს კადრში და ამ თვალსაზრისითაც ალბათ დაგაინტერესებთ ეს ახალი სრულიად აპოლიტიკური აპოლიტიკური რუბრიკა ჩემი ჟურნალისტისა რომელიც მეტწილად პოლიტიკაზე უსაფრთხოებაზე რუსეთზე შეერთებულ შტატებზე საქართველოზე უკრაინაზე და ასე შემდეგ ევროპაზე ლაპარაკობს ომზე და მშვიდობაზე ეს ლექსი უხდებოდა გულახდილად გეტყვით 26 მაისს, მაგრამ რაღაც გული ვერ ითქმის, მაისია ახლა. 2 კუპლეტიანი ლექსია. ჩემი სურვილი არის ამგვარი, რომ მეტმა და მეტმა მაყურებელმა იქნება და იკითხოს და არა მხოლოდ გალაქტიონ ტაბიძე და არა მხოლოდ პოეზიის თვალსაჩინოებები, ნიმუშები. და მე კი ლექსი მოთხრობას ხوار წავიკითხავ ან ნოველას ხო? და აი ლექსები შევარჩიე თქვენთვის. არა მაქვს შერჩეული უფრო ზუსტი რომ იყო ესე, რაც გამახსენდება მსოფლიო პოეზიის შედევრებიდან. გაცნობთ არა მხოლოდ ქართული პოეზიის შედევრებს, მაგალითად ედგარ ალან პოზეც კი ვისაუბრებთ ედგარ ალან პოს ლექსებსაც კი ერთ ლექსს მინიმუმ წავიკითხავთ, როცა იქნება მაშინ. გალაქტიონის ეს ლექსი კი არის სამგვარი. დღეს მაისი ფერში ნაირნაირშია. თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეფერი. დავით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე ტფილისი ავირჩიე ბებერი. მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა. მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა, დაიფარა გალაქტიონი მთაწმინდა. მანდილის ჩანს ისევ იმ მანდილადა შხამსაც შევსვამ შენგან მოწვდილ სასმისდა. ეს ლექსი გალაქტიონის დაწერილია 1916-ში და არა 18-ში, ბევრს მიაჩნია 18-ში დაწერა და მაინც დამოუკიდებლობას მიუძღვნაო ერთგვარადო, არა 16-ში დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 2 წლით ადრე აქვს გალაქტიონს დაწერილი ეს ლექსი და საერთოდაც უნდა ვთქვა რომ გალაქტიონის ლექსების აბსოლუტური უმრავლესობა კარგი, საუკეთესო ლექსების, კარგ ლექსებს, სხვა პოეტებს რომ შეხშურდებათ ისეთ ლექსებს ის 30-იან წლებშიც, 40-იან წლებშიც წერდა 47-ია თუ არ ვწდები დაწერილი ნიკორ წმინდა. თუ არ ვწდები, გადავამოწმოთ თუ გდებათ. მაგრამ ისე გალაქტიონს საუკეთესო ლექსები აქვს დაწერილი, მოდი ასე ვიტყვი, გასაბჭოებამდე 1921-მდე, კარგით 22-მდე, თუ გდებათ 25-მდე, მაგრამ არა 30-იან წლებშიც მაგალითად უკანასკნელი მატარებელი ახლა კი მომიდა შაკითხვა ხო მატარებელი დუმს როგორც ლავა მატარებელი 5 წუთში გავა ეს მის მეუღლეს უძღვნა ისიც თქვენ და 30-იან წლებში აქვს დაწერილი მაგრამ აი შედევრები ნამდვილი შედევრები ხო ლურჯაცხენები სილაჟვარდიანი ვარდის სილაში წავიკითხე და ეს შედარებით ადრეულ ასაკში 1908-ში აქვს საერთოდ 16 ასაკში დაწერილი ეს გენიალური ლექსი რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ტკბები კარგით მოგლე წაგიკითხეთ დღეს მაისი ფერში ნაირნაირშია იკითხეთ გალაქტიონი და არა მხოლოდ გალაქტიონი იკითხეთ ქართული პოეზიის შედევრები 90 არ ვიცი 70% 80% სწორედ გალაქტიონის კალამს ეკუთვნის ხო 70 ალბათ ბევრია ნუ 60% ალბათ გალაქტიონის კალამს ეკუთვნის შედევრებიდან ქართულ პოეზიაში იკითხეთ ვაჟა ფშაველა აი ხა ისინი თუ ამბობენ ხოლმე რომ აი სტუმარია ეს ჩემი თუნცვა სასაცილო ამბავია პოლიტიკის გარევა კი არ მინდა მაინც და მაინც მაგრამ აი სულ სხვა კონტექსტში აქვს წარმოდგენილი ვაჟას
და ზვიადაურისა და ჯოყოლას ამბავი და სულ სხვა რამეს ამბობენ ესენი. ხო, სულ სხვაგვარად ამბობენ. და თუ მაინც და მაინც თუ მასპინძელში უნდა ჩავრჩეთ, იქ ზვიადაულის დაკოლის ამბავის ძალიან მნიშვნელოვანია და ძაღლი იყოს თქვენი კუდრისადაო, რომ მიაძახებს ესეც და მე უკვე აღაზას ცრემლის და აღაზას უკანა გზაც და მე ჯოყოლასთან შეხვედრას და ნუ მეტელი ამბავია. მაგრამ მე ვაჟას მიუბრუნდები ცხადია, ოღონდ პირველი 20 ლექსი დაახლოებით ყოველ შემთხვევაში მინდა რომ სწორედ გალაქტიონისა იყოს. დღეს მოკლე ლექსი შემოგთავაზეთ, 2 კუპლეტიანი, დღეს მაისი ფერში ნაირშია, მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილა და მე კი ჩვენი დამიფარავს დაწმინდა დაიფარა გალაქტიონი, არიხართ თუ არა, კასტებით თუ არა იმ ვარს ვარ დავასახელებ, იმ კაცის საფლავს ხელმარჯვნივ, მარჯვენა კიბეს რო აუყვებით, იქ გალაქტიონი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ერთად არიან დაკრძალულნი. გალაქტიონი არის გაგრძელება, ასე ვიტყვი, სულიერი გაგრძელება, ძაფი არის ნიკოლოზ ბარათაშვილისა. წყდება თუ არა ეს ძაფი? გულახდილად გეტყვით, ერთი ხანობა ვფიქრობდი, რომ ეს ძაფი არ წყდება. რატო უყვები იცით ამდენს, მინდა რომ 7 წუთამდე მაინც მივიდე, რომ რაღაც ადეკვატური იყოს დროითი მონაკვეთი ჩემი ვიდეოზე. არ წყდება, მეთქი, წყდება, მეთქი ერთი ხანობა ვფიქრობდი, მაგრამ ალბათ მაინც არ წყდება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე შემდგომ პერიოდში გვყავს ძალიან კარგი პოეტები, მათზეც იმედი მაქვს ვისაუბრებ. 7 წუთი ამასობაში ამოიწურა დატკბილ გალაქტიონის პოეზიით. ნახვამდის.